გამარჯვებათ მეგობრებო. დიახ, მე AK ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვითამაშეთ Minecraft-ის Hardcore-ს, რომელიც იქნება მეხუთე ეპიზოდი. ასევე მეგობრებო, 20 გამომწერზე ავედით და აი ძალიან მიხარია და არ მეგონა რომ 20 გამომწერზე ავიდოდით, იმიტომ რომ პატარა კონტენტ კრეატორი ვარ და ეგეთი რაღაც თითქოს შეუძლებელი იყო და აი ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ 20 გამომწერზე ავედით და აი ძალიან მადლობელი ვარ. მოკლედ როგორც თქვი, ვითამაშეთ Minecraft-ის Hardcore-ს, რომელიც იქნება მეხუთე ეპიზოდი და მოდი დავიწყოთ. Let's go! მოკლედ მეგობრებო, წინა ეპიზოდში ალბათ ნახეთ კიდევაც, რომ ესეთი სახლი ავაშენე. მოკლედ ძალიან დიდ როლს მართლა არ ასრულებს, მაგრამ საყოფაცხოვრებისთვის საჭირო არის და აქ ასე უნდა გადარჩენილი ყავით ისედაც. კარგით, მოდით ახლა ერთი გარეთ გავიხილოთ რა ხდება. წადრო გიყავით სანამ ვიდეო ჩავწერე. და ვაი მე რა მაგარი მზის ჩასვლა მეგობრებო, ვაი მართლა. ძალიან ლამაზია. თექვი, Wandering Trader. რაღაცა ემერალდები მაქვს და ხო არ დახარ რომ მეთქი, აბა შენ თან. აბა ერთი რას მომყიდით ჩემო ძმაო? ერთი რძეთი, ორ ემერალდს მაძლევ? ვა, კარგი ისინია. 5 ემერალდს მაძლევ Mangrove პროპაგულის ნერგში? ძმა გიჟი ხო არა ხარ შენ? მაგრამ მაინც რატო არის გიჟი? გზესში გვიცვლის ემერალდებს. ძმა კარგია, მაგრამ სუსტად ხა უნდა შევიდე სახლში. დროს. სუფთელი არ მომიყლა. ლოგინი. დაწოლი. დადი დროს. დავიძინოთ. ის არ უნდა მოვიგდეს, როგორ ხას უნდა გადავარჩინოთ ის კაცი. მიწა მაქვს, რომ რამე ამოვფარავ და გადარჩენა, მაგრამ სად არის? ხო, ხარი. არა, გადი, შენ არ მიხვიდე. არ მიხვიდი ახლოს. რო გეუბნები არ მიხვიდია, ესე იგი არ უნდა მიხვიდე. რა გავიდა? კარი. არა. ისე. ჩემო შეგეძლია რომ ეს ეგრეს გაჩერდე? ძმაკაც. მოდი ოდნავ მიგწევ. აი კუთხეში მეტი არაფერი არ მინდა. მარტო იყავი მაგ კუთხეში რაღაცა უნდა გაჩუქო. აი კამფეტი უნდა ესე. ჩადი მიდი, კაი ბიჭი, კაი. არა გთხოვ. დამელაპარაკე. ეგარი. ამოკეტილი ხარ, ეხლა კიდე ძროხებს მოვწვევი იმით. და ხო რა. მოკლედ, იმედია შენ არ გაუჩინარდები ჩემო ძმაო და ხანი მოიწეს აქ ყოფნა, იმიტომ რომ თან შენც უნდა დაგიცვა. და ეს როგორ ხო არა მოხარ შენ, ხო კაი ბიჭი იქნები. ესე. მაგრამ პატარა ზომბი შემოგივარდეს. კაი აბა, ესე იყავი. და მოიცადე მოგნიშნო კიდევაც. ესე იყოს. რაღაცა მოვნიშნოთ ეს. ეგრე. და ეგ კაცი კარგია რომ იმებს ყიდის, რა ქვია, ძროხის რძეს ყიდის. კი არ ყიდის, ეგ უნდა მიუტანოთ, რომ რაღაცაში გაგვიცვალოს. და ეხლა რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს არის მაღაროში ჩასვლა. და აი ეს კარებები რო გავაკეთებ, ვცდილობ რომ ზუსტად იგივე კარები გავაკეთო. აქ შესასვლელი იქაც ოთახი გავაკეთე და მერე იყოს უკვე, იმიტომ რომ ეს ნაწილი უკვე საერთოდ არ არის კარგი. რა ხმები ისმის ბიჭო? აი კაცის ნამდვილი ხმა. კვერცხი დამიდე. ვა, მომეც ეს კვერცხი აქა. მოკლედ მეგობრებო, 2 წუთი გავალ და დაგებრუნდებით. კარგით. მოდი ეხლა მე დავაწყობ რა ქვია. ხო, დაზგა მჭირდება რომ აი აქ სადმე გვერდზე დავდო. აი ჯერჯერობით აქ იყოს დაზგა. ესე. რომ რაღაცები გავაკეთო ხოლმე. და ამაში skills მაქვს ესა lodestone და თითქოს მახსოვდა რომ რაღაცები მქონდა გამოსაწველი. კაი, მოდი ეს აქ იყოს. lodestone-საც აქ სადმე გვერდზე მივდგავ ეს. ესე იყოს კარგია რომ
რამე კომპასი რომ ექნება, ამას დავაწყებებ და ჩემი სახლის ადგილს მეტყვის რა. მეუბნება შეგაქვს. და ეხლა აქ ეს მაქვს, მაგრამ ჯობს რომ დავდგათ. რატომღაც ეგრე მგონია რომ კარგი იქნება შემოტრიალდით ესე. ესე. რატომღაც ჯობს რომ ეგრე იყოს, ვიდრე აქ იდოს და დიდი ადგილი დაიკავოს. და ეხლა ამ TV-ით მოდი კურს გავაკეთებ. საჭმელისთვის. ეს 19 პური გამოვიდა. აქ რამდენი პური მაქვს? 2.11. 1 და კიდე 6. და ეხლა ვფიქრობ, რომ წავიდე და ცხოველები მოვიყვანო. მაგრამ ჯერ რომელიც ცხოველები, ეგ არ ვიცი. და ეხლა ვფიქრობ, რომ მოვიყვანო ჯერ ძროხები, იმიტომ რომ თან რიზეს გჭირდება იმისთვის. და მე მაღაროში ვიზავ მოვიპოვებ სწორედ რკინას. კაი. ასე რომ 1 საათის შემდეგ. წამოდით ძროხებო, წამოდით აქ, მოდით. თითქმის ახლოს ვართ. რამდენი ხანი გეძებეთ თქვენ არ იცით. წამოდით. ჩვენ სახთან კი ახლოს ვართ, მაგრამ თან მინდა რომ ბოსელიც გავუკეთო ამ საწყლებს. და მე გავამრავლებ. მაგრამ ჯერ ბოსელი გვინდა. ჯერობით ჩემს სახლში აგიყვანთ. და მე წაგიყვანთ თქვენ ნამდვილ ბოსელში. წამოდით. ნელა იარეთ, არ ჩამოვჭეთ. ეგრევე მალე შემოდით. შემო. ორამ ხელები ხართ. ერთი შემოვიდეს ჯერ და მე მეორე. შემოდით. შენ შემოდი. ეგრე. ეგ არის ძროხები ყავს, მაგრამ ჯერ უნდა აუშენოთ ბოსელი. მოკლედ, აზრის მეგობრებო ბოსელისთვის. მოკლედ მეგობრებო გასულ მომიწია და ახლა კიდე დავბრუნდით და მოკლედ ადგილი კი ვიპოვე ძროხებისთვის, მაგრამ ეხლა გარეთ ღამეა და ძალიან არ მინდა რომ გაერთ გავიდე. მთვარი რა მაგარია. ზომბ, get out. ხო და ცოტა ხანი აქ იქნები მეგობრებო, სანამ არ გათენდება და მოკლედ დილაზე შევხვდები. აბა ერთ მეგობრებო გავიხედოთ და გარეთ თუ გათენდა? კი გათენდა. და მოკლედ აი ეს ადგილია მეგობრებო, სადაც ბოსელი და სხვადასხვა ისინი იქნება რა, ცხოველები. და მეგობრებო 2 წუთი აქ კიდე შევალ. და დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო დავბრუნდი. მშობლებმა რაღაც დამავალეს და ეხლა კიდე დავბრუნდი და აბა ერთი მოდი გავიხედოთ გარეთ. კარგი ამინდი თუ არის, ხა თუ ღამე. ხო. მგონი ღამეა, მაგრამ ჯობს რომ დავიმახსოვროთ ეს ადგილი. ესე, დავიმახსოვროთ და ახლა დავბრუნდეთ. ეხლა კი წავიდეთ სახლში და დავიძინოთ მარტო. დავიძინოთ? ვაიმე. შენს გარშემო მონსტრებიაო. გარეთ რა მონსტრები უნდა იყოს? მე არიან მართლაც რო ეგეთ აღამდება ეხლა და ეხლა კრიპერები იქნებიან ბევრები, იმიტომ რომ დაახლოებით 2 ღამე იმას ქნა რა ქვია, 2 ღამე დაღამდა და მაგიტო ეხლა მილიონი ომბობა იქნება და მილიონი კრიპერი. ასე რომ ლაფატკი თუ უნდა მოკლათ ეს კრიპერები. რა გთხოვ? აფეთქდა. რაც თავარია ცალკე აფეთქდა. Spider-Man. ალბათ იცით თქვენ რაც მოდის იმის მერე ხო? Spider-Man-ის მერე. კრიპერ. მოდის. აფეთქდი ხო? კაი, არა უშუალო. შენც მოდი აქ. რამდენები ხართ იმენა? 700 ხართ თუ რა არის? კაი. რადგან ეხლა გათენდა, მოდი წავიდეთ და გამოთხართ იქაურობა და გავაკეთოთ ბოსელი. ეს არ მეგობრებო მოლამაზებული და ბუმ! ესე და ესე გამოჭერი მეგობრებო. უბრალოდ შევთხარე, რომ შიგნით თუ გამეკეთებინა ბოსელი და ეხა მარტო ხეები ხო წამოვიღე.
ხო, ასევე უკან გავბრუნდი მეგობრებო, რომ გამეკეთებინა ღობეები. და წამოვიღე საწყოლი, სკივრი და იქ ღუმელი. და ახლა კიდე მე რაც მინდა ჯოხები, მაგრამ ძალიან ბევრი არა. და ესეთი ჩვეულებრივი ისინი, რა ქვია, ღობე. და ეს ღობე უნდა იყოს აი ასე. აი ასე. ეს. და ეხა მარტო მაკლია მატყლი, რომ გავაკეთო ჩვეულებრივი ხალიჩა, რომ აქ დავაწყო და ისე გადავიდე ხოლმე და გადმოვიდე. ახლა კი წავალ და მოვიყვან ძროხები. ასევე მეგობრებო, გზად კიდე 2 წელი ძროხა შევხვდა და შემოვიყვარე, რომ არ გაქცეულიყვნენ და ახლა კიდე წავიყვანოთ და გავამრავლოთ ძროხები. წამოდით. ეხლა გავიდეთ ესე. მოდით ძროხებო. ეგრე, აბა მიირთვით. ხომ მქონდეს კი. აბა წავიდა ძიმძიმი. მიირთვით ბიჭებო, მიირთვით. და გოგონებო. ეგრე. ესე. წავალ ხა იმათაც მოვიყვან. შემოვიყვან და გავამრავლოთ. სად არიან? და დავიდა. აგი ერთი აქ არის. მეორე თითქოს იქიდან დავინახე. სადღაც. ხო, ეს ძროხა მოდის, მაგრამ იქიდან დავინახე რაღაცა. ერთი ძროხა კიდე. ძროხა 2 წუთი. ცოტა შეჭამო. საწავიდა, კაცო, ეგრევე გაქვს რა. კაი, არა უშავ, წამო შენ ძროხიკო. წამო შენ. შეგიყვან მაშინ. მარტო არა უშავ რა. მოდი. წამო. წამო აქ მოდი ესე და გადმოდი შიგნით. ესე ვარ, მე რა საყვარლები ხარ, პატარა ძროხები. ერთ წელს გავწვდი კიდე და იმას შევაყარე. ეგრე. ეგ არის. აბა კარგი ცხოვრება გქონდეთ, მეგობრებო და მოგაკითხავთ მომდევნო კვირას. კაი, აქ მოდი, ხო ესენი ჩავაწერით ამაში. და როგორც არა მიღია. უი, ნახევარი ავიღე, არა უშურა. ამებს ჩავაწყობ. საჭმელს ჯოხებს ავიღებ მაინც. და მოდი აი ამ თივებს დეკორაციისთვის დავაწყობ შიგნით, მაგრამ ისე არ მინდა დავაწყო, რომ მიდით, ჯიგარო მიიწი. ესე. ლამაზია. ეგრე იყოს ხოლმე. დეკორაციები მეგობრებო ალბათ. პირველ ვიდეოში რომელიც დავდე ნახეთ, რომ დეტალები ძალიან მიყვარს და ასე რომ ასრულებს დეტალების იმას, როლს. კარგით. ეხლა ასევე საკმარისი კი არა და ძალიან ბევრი ქვები ავიღე და ამით სულ დამავიწყდა. ახლა კიდე შემიძლია სახლის სახურავი გავაკეთო ქვებით, იმიტომ რომ ქვები მოტეხე აქ რომ ბოსელი გავაკეთე. ჭკვიანი ვარ. ახლა მარტო ეს ამებს ესე ვიზავ, რომ მონსტრები და ისინი არ გადავიდნენ ხოლმე შიგნით. და მოკლედ ეს ლოგინი იყოს აქ. წავალ ჯობს რომ იქითკენ დავდოთ ხოლმე. მოდი ასე. და ბუმ მეგობრებო და ასეთი ქვის სახურავი გავაკეთე. და აქ კიდე წინ გამოთხარი ადგილი, იმიტომ რომ ქვევი აღარ მეყო. და ამის გამო დამჭირდა კიდე ქვევი რომ გამეკეთებინა სახურავი. და კიდე როცა ვთხრიდი ამ ნაწილს, დავინახე აქეთკენ უბრალოდ გამოვიკვლიესავით აქ მაღარო, თურმე ზემოდანაც იყო ჩამოსასვლელი და თუ მექნება ამ ვიდეოზე ბევრი ლაიქი, ჩავალ ამ მაღაროში და გამოვიკვლევ. მაგრამ ეხლა მაგ ჩამსვლელი მე არა ვარ, იმიტომ რომ საერთოდ ჯერ გულებს უნდა გავუფრთხილდეთ, თან ჰარდკორია.
და ესე ამოფარო ჯობია. და აქეთ ამ მხრიდან კიდევ ვფიქრობ, რომ ესენი სხვადასხვანაირ ოთახებში შევიდეს. ანუ აქეთ სულ სხვა ოთახი იყოს, იქითკენ სულ სხვა ოთახები იყოს და მოკლედ კარგი ის იქნება და დააგვაწვენდა თავზე. ასევე იქითკენ ბოსელი გავაკეთე, სადაც ძროხები შევიყვანე. აქ კიდე ეს მოხეტიალე არა გაუჩინარდა. თუ რამე არ დაარქვი, რაც არ გექნება, რაც იქნება და გინდა ყოლა თუ არ დაარქვი, ისე გაქრება. რა დებილი ვარ რა. მაგრამ არა უშორე, კიდე გაჩნდება, მოიყვანს თავის დებილი ლამებს, ავახევ და მე კიდე გაუცვლი ემერალდებში რამეს. ახლა კი ნაჯახი ხომ აქ? კი, მაქვს და ჩამოჭრა თხეები. მოკლედ ახლა მოდი სახლის ტურს და ყუთლიან დამსამყაროს ტურს განახიათ მეგობრებო, როგორია და ეს იქნება ბოლო ტური მოკლედ. ესაა ჩემი უკვე ახალი სახლი და შეინთასე გამოიყურება და ამ სახურავზე კიდე როგორც ნახეთ აქ გამოვიყენე რაღაცეები. აქ ამ ადგილებიდან უკვე გადავალ სხვადასხვა ოთახებში. ეს არის ჯერჯერობით ჩემი მოწყობილი ადგილი, სადაც იძინებ, აკეთებ, აქ ქათამი ჩავსვი, აქ კიდე სპილენძი იწება, როგორც უკვე ხედავთ, სპილენძი გამოიწვა უკვე, ლოდსტოუნი, სკიური, სადაც რაღაც ნივთებს ვალავებ ხოლმე და ესენია ნივთები და ასევე გავაკეთე კიდევაც ბოსელი. ესეც ბოსელი, რომელიც ჩემი საკუთარი ხელებით გავაკეთე. აქ ძროხები უკვე გავამრავლე მეგობრებო, დაახლოებით 4 თუ 6 შემოვიყვანე, ზუსტად აღარ მახსოვს. დეტალებზე როგორც გითხარით, იქიდან თივის ბლოკები დაუწყე, რომ უფრო გაალამაზოს მეთქი ვიფიქრე, უკვე ავიდა ვითომ ჭამს იქიდან. აქ რაღაც სკიურში რაღაც ნივთები ჩავაწყე. აქ გამოსაწვევი რომ ამათი ხორცი გამოწვა ხოლმე და მივირთო გემრიელად. აქ საწოლი, აქ ნივთების გასაკეთებელი. რა ლამაზია. და მოკლედ ეხა სახლში წავალ დამაღამდა თავზე ეხლა ჩონჩხები, ზომბები, კრიპერები დამადგებიან თავზე, მერე პლუს მოყვება ობობები, მერე კიდე თუ შანსი არის გაჩნდება კუდიანი დედობი. მოკლედ კი გადარჩი მეგობრებო, მაგრამ ის ვიდეო თურმე გამითიშა და დამავიწყდა რომ უნდა გადამიღო ყველაფერი და არ მოკვდა მეგობრებო, პირიქით გადარჩი და ახლა კიდევ უნდა დაგემშვიდობოთ მეგობრებო. არ დაგარწმუნდით ჩემი არხი გამოიწეროთ, დაალაიქოთ ჩემი ვიდეო, ასევე დამიკომენტაროთ ჩემს ვიდეოზე რას ფიქრობთ როგორია და ასევე გააქტიუროთ ზარისღილაკი რომ ჩემი ვიდეოები არ გამოტოვოთ. ასევე გადადით TikTok-ზე, TikTok-ზე მაქვს კიდე არხი.